ამერიკული სინამდვილე ვაშინგტონიდან. ამერიკის ხმის ქართული რედაქცია და საზოგადოებრივი მაუწყებელი. ყოველ კვირას წარმოგიდგენთ ტელეპროექტს ვაშინგტონი დღეს. საღამოშვიდობისა ამერიკის ხმის ქართული რედაქცია და საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ სატელევიზიო პროექტს ვაშინგტონი დღეს. მე ია მეორმეშულე ვარ და მომდევნო 15 წუთის განმავლობაში შემდეგ თემებს გაგაცნობთ. მოგზაურობა წარსულში და ქართველი მეცნიერი, რომელიც კოსმოსურ ამინდს სწავლობს, ამერიკის კოსმოსის სააგენტოს ახალი ინიციატივები. საინფორმაციო ცუნამი და ბეჭდური პრესა, რა გავლენა აქვს ელექტრონულ მედიას ჟურნალისტიკის ხარისხზე. ტიტები, რომლებიც მიწის გარეშე იზრდება, ჰოლანდიელი ფლორისტების წარმატების საიდუმლო. უკვე ნახევარი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკის კოსმოსისა და აერონავტიკის ეროვნულმა სააგენტომ პირველი ხომალდი გაგზავნა კოსმოსში. მას შემდეგ NASA უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. ქართველი მეცნიერი სანდრო თაქთაქიშვილი NASA-ში უკვე 6 წელია მუშაობს. ის დღეს ჩვენი სტუმარია. ბატონ სანდრო, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და თუ შეიძლება გითხრათ, როგორია თქვენი ამერიკული ისტორია, როდის ჩამოხვედით და როგორ გაგრძელდა თქვენი აქ? მადლობთ მოწვევისთვის. მე ჩამოვედი პირველად ამერიკაში 1990 წელს. მერილენდის კოლეჯ პარკის უნივერსიტეტში და იმის მერე დავიწყე სიარული ამერიკაში ძალიან ხშირად. თითქმის ყოველ წელიწადს მიწევდა ჩამოსვლა 93 წელს ერთი წელი ვიყავი კოლეჯ პარკში და მუდმივად სამუშაოდ ჩამოვედი უკვე 2003 წელს, როდესაც მე და ჩემი მეუღლე დავქორწინდით და 6 წელი უკვე NASA-ში ვარ. და NASA-ს ერთ-ერთ ორგანიზაციაში მუშაობთ, თუ შეიძლება თქვენი ორგანიზაციის შესახებ და თქვენი მოვალეობების შესახებ. ჩემ განყოფილებას ქვია Space Weather Department. Space Weather ნიშნავს ქართულად კოსმოსური ამინდი. ერთ-ერთი გამოვლინება კოსმოსური ამინდის არის ყველას გაგვიგია მაგნიტური ქარიშხლები. საქმე იმაშია, რომ დედამიწა არის მზის თანამგზავრი და მზე კიდე მუდმივად აფრქვევს კოსმოსში პლაზმას. ჩემი ამოცანა არის ერთ-ერთი ამოცანა სხვებთან ერთად დავაკვირდე მზის აქტივობას და შემდეგ გავუშვა მოდელი, რომელიც იწინასწარმეტყველებს, როდის მოვა ეს გამონაფრქვევი მზიდან დედამიწაზე და როგორი გავლენა ექნება მას სიძლიერე დაახლოებით მაგის. გასაგებია. თქვენს ორგანიზაციაში ყოველ შემთხვევაში ვებგვერდზე ასეა მითითებული, რომ საერთაშორისო სტუდენტები ჩამოყავთ პრაქტიკის მისაღებად. ყოლია თუ არა ვინმე საქართველოდან ან გეგმავთ თუ არა ვინმე ჩამოყავს? სამწუხაროდ საქართველოდან არავინ არ ყოლია და რახან თქვენ მკითხეთ, ეს კარგი აზრი არის საერთოდ. მე ხლა ამ მიმართულებით დავიწყე ფიქს და ნახოთ რა გამოვა. მე ზუსტად არ ვიცი, იმიტომ რომ NASA-ს არ აქვს უფლება, მე მგონი გადაუხადოს ფული არა ამერიკელ სტუდენტებს და ვინც კი ყავდა ჩვენ უცხოელი სტუდენტები, ერთი იყო მე ვიცი ინგლისიდან, მეორე იყო დანიიდან, იმათ თვითონ თავის სახელმწიფო უხდიდა ფულს. ეს რომ საქართველოს გააკეთოს ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ მაგალითად სტუდენტი დანიიდან მეუბნებოდა, რომ საკმაოდ დიდ ხელფასს უხდიან, როდესაც ის მუშაობდა ჩვენთან, თვითონ დანიის მთავრობა. და საერთოდ დანიის მთავრობა მაგალითად აიძულებს კიდევაც სტუდენტებს წავიდნენ, როდესაც დაამთავრებენ უნივერსიტეტს, წავიდნენ უცხოეთში აუცილებლად, 6 თვით ან 1 წლით, რომ არ მოხდეს ჩაკეტვა ესეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც დანიას მნიშვნელოვანი და იგივე, რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც არის სწორი. NASA-მ მაისში აღნიშნა 50 წლის თავი, მას შემდეგ რაც პირველი ადამიანი გაუშვა კოსმოსში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. მას შემდეგ როგორ შეიცვალა სააგენტო? NASA შეიქმნა როგორც პასუხი Sputnik, როგორც აქ ამბობენ Sputnik-ის, საბჭოთა კავშირის Sputnik-ის გაშვებაზე 57 წელს რო გაუშვეს. ამის შემდეგ ამერიკელები მიხვდნენ, რომ ჩამორჩებიან საბჭოთა კავშირს ამ სფეროში და 58 წელს შეიქმნა NASA და შემდეგ უფრო დააგვიანეს გაშვებაც. პირველად აი ესეთი მისია ჰქონდა კოსმოსური ფრენების ძირითადად, მაგრამ რა თქმა უნდა, მის მერე 50 წლის განმავლობაში ძალიან გაფართოვდა NASA-ს ამოცანები, რომელსაც NASA ისახავს და ეხლა ძალიან ფართო სპექტრია. NASA-ში მუშაობს სადღაც 300,000-მდე ადამიანი. კონსტრუქტორები და უშუალოდ NASA-ს თანამშრომლები. ჩვენ საუბარში ცოტა ხნის წინ აღნიშნეთ, რომ სამედიცინო სფეროში და საყოფაცხოვრებო სფეროში ასევე ძალიან დიდი გავლენა აქვს NASA-ს ტექნოლოგიებს. ძალიან დიდი, დიახ, უამრავი გამოყენება აქვს NASA-ს
NASA-ში განვითარებულ სისტემებს, მაგალითად კომპიუტერულ სისტემებში ძალიან ბევრი ალგორითმი, რომელიც NASA-ში დაინერგა თავიდან, მერე სხვაგან იყო გამოყენებული. ბავშვის კვებას, მაგალითად საყოფაცხოვრებო სფეროდან ბავშვის ჩვილი ბავშვების კვებაზე ალაპარაკი, რომ ეგეც NASA-ში ბევრი ის მონაპოვარი, რომელიც NASA-ში დაინერგა, შემდეგ გადავიდა და უამრავი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება. და რა ხდება ინიციატივების მხრივ NASA-ში? ტელესკოპებზეც არის საუბარი, რომლებიც ნაწილ უკვე გაშვებულია, ნაწილზე ახლა მუშაობს სააგენტო. ეს არის ჰაბლის ტელესკოპის, ასე ვთქვათ, შემდეგი ეტაპი. ჰაბლის ტელესკოპმა უზარმაზარი აღმოჩენები გააკეთა კოსმოლოგიის სფეროში და საერთოდ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ადამიანის მიერ სამყაროს წარმოდგენის სფეროში. და ეს ჯეიმს ვები ამას გააგრძელებს. ის კიდევ უფრო შორეულ ობიექტებს შეეცდება, რომ დააკვირდეს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ დროს ამწუხართ ამოიწურა. დიდი მადლობა სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ამერიკის ხმის ქართული რედაქცია უკვე განახლებულ ფორმატში. ჩვენი მასალების, ინფორმაციის და მოპოვებული ანალიზის ხილვა შეგიძლიათ ინტერნეტში მისამართზე www.amerikisxma.com. აქ თქვენ გელოდებათ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, მომხდარი საინტერესო ფაქტები. არ დაგავიწყდეთ ყოველდღე ჩვენი ვებგვერდის ნახვა. ის თქვენ მოვლენების შეფასებაში დაგეხმარებათ. კოსმოსის ათვისების თემას NASA-ს ახალი ტელესკოპით ვაგრძელებთ. წარსულში მოგზაურობა მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკა აღარ არის. ჯეიმს ვების ტელესკოპი მეცნიერებს წარსულის დანახვის საშუალებას მისცემს. ვაშინგტონის გარეუბანში NASA-ს კოსმოსური ცენტრის ერთ-ერთ ოთახში ინჟინრები ახალ ინფრაწითელ კოსმოსურ ტელესკოპს ქმნიან, რომელსაც NASA-ს მეორე დირექტორის ჯეიმს ვების სახელს უწოდებენ. ისინი იმედოვნებენ, რომ ტელესკოპი 2014 წლისთვის მზად იქნება. ეს კი მათ წარსულში რამდენიმე მილიარდი სინათლის წლის დანახვაში დაეხმარება. პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე ჯონათან გარდნერი ამბობს, რომ ტელესკოპის სიგრძე 6.5 მეტრი იქნება. ხოლო 21 ფუტიანი სიგანის სარკეს კი შეიძლება უკიდურესად დაკარგული ინფრაწითელი სიგნალები დააფიქსიროს. ის ძალზე ცივ ტემპერატურაზე იქნება შენახული, 0-ის ნიშნულს ქვემოთ. ხოლო უზარმაზარი დაახლოებით ჩოგბურთის მოედნის ზომა ეკრანი კი ტელესკოპს მზისა და დედამიწის სითბოსგან დაიცავს. როგორ შეძლებენ მეცნიერები წარსულის დანახვას, ამის ახსნას ჯონათან გარდნერი ცდილობს. ჩვენ შეგვიძლია დროში უკან დანახვა, რადგანაც სინათლეს ჩვენამდე მოსასვლელად დრო სჭირდება. რამდენადაც ჩვენ ვიყურებით წინ და წინ, უფრო ხანგრძლივი დრო სჭირდება სინათლეს, რომ ჩვენამდე მოვაღწიოს იქიდან, საიდანაც ის გამოიყოფა და ჩვენ ეს საშუალებას გვაძლევს დროში უკან გავიხედოთ. გარდნერი ამბობს, რომ მეცნიერებს სურთ იცოდნენ თუ როდის წარმოიქმნა პირველი galaktikები, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი და რა იყო მათი მახასიათებლები. ბევრი მეცნიერი ისეთი რამის პოვნასაც იმედოვნებს, რაზეც ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს. ტელესკოპი 3 ინფრაწითელი კამერით იქნება აღჭურვილი და ის ისეთი მგრძნობიარე იქნება, როგორც არასდროს. ყველაზე საინტერესო ნაწილები კი მოოქროვილი სარკეებია, რომლებიც თავის მხრივ დიდ მთავარ სარკეს ქმნიან. ჯონათან გარდნერი ამბობს, რომ ახალი ტელესკოპი ყველა იმ მეცნიერისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ვისი პროექტიც ღირებულად შეფასდება. ახალ ტელესკოპს კოსმოსში 2014 წელს გაუშვებენ და ის 10 წლის განმავლობაში ემუშავებს. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა კი საწვავის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. ტელესკოპი დედამიწიდან 1,5 მილიონი კილომეტრის დაშორებით იქნება განთავსებული, ასე რომ ასტრონავტებს მისი მონახულების და საწვავით მომარაგების საშუალება არ ექნებათ. ლევან ღირსიაშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. ინტერნეტ ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების განვითარება საგაზეთო ინდუსტრიის კრიზისს იწვევს. რატომ შემცირდა გაზეთის მკითხველთა რაოდენობა და რა გავლენა აქვს ელექტრონულ საინფორმაციო წყაროებს ჟურნალისტიკის ხარისხზე? ჩვენი სიუჟეტი დეტალებით. მაშინ როცა პრესა გვანტანამოს შესახებ ვიკილიქსის დოკუმენტების გამოქვეყნებას გეგმავდა, ინტერნეტზე იგივე მასალა უკვე დიდი ხნის ატვირთული იყო. დოკუმენტური ფილმის ერთი წელი New York Times-ში ავტორი ენდრიუ როსი თანამედროვე მედიის პრობლემებზე გვესაუბრება და გვაფრთხილებს, რომ ინტერნეტ მედიამ შესაძლოა ყველაზე ცნობილი გაზეთებიც კი ჩაღლაპოს, მაგრამ რამდენად სანდოა ახალი მედია.
ინფორმაციის დემოკრატიზაცია და ხელმისაწვდომობა მართლაც არაჩვეულებრივი სიახლეა, მაგრამ იმ პროცესებს უნდა დავფიქრდეთ, რასაც რედაქტორისა და მწერლის თანამშრომლობა, ინფორმაციის შემოწმება და გასწორება, მასალის სიზუსტე ქვია. ბლოგების სამფლობელოში ამას ყოველთვის ვერ ნახავთ. რუსის თქმით, ახალი ამბების ინტერნეტზე გამოქვეყნება მთელ მსოფლიოში გაზეთების დახურვა გამოიწვია. მათ შორის გამონაკლისი არც New York Times-ი იქნება. გაზეთის მოგება დღითი დღე იკლებს, ჟურნალისტებს სამსახურიდან ითხოვენ. ეს ყოველივე საბოლოო ჯამში შინაარსს აზარალებს. ზოგიერთ სპეციალისტს მიაჩნია, რომ გაზეთს რაც არ უნდა დაემართოს, კარგი რეპორტაჟი მაინც იარსებებს. უბრალოდ უფრო მეტი თავისუფალი უშტატო ჟურნალისტი გვეყოლება. ისინი თვითონ წავლენ ერახში და შემდეგ მიყიდიან ინფორმაციას თქვენს დაწესებულებას. ამერიკის ხმა იქნება ეს New York Times-ი თუ უნივერსიტეტის ვებგვერდი. New York Times-ის მსგავსი გაზეთები ციფრულ მედიას კონკურენციას ვერც ოპერატიულობით უწევენ და ვერც ფასით. ინტერნეტ მედია ძალიან ხშირად უფასოა. ამას წინათ New York Times-მა მასალის ინტერნეტზე წაკითხვისთვის მცირე საფასური დააწესა, ეგრეთ წოდებული paywall-ი. ხელმომწერთა რაოდენობამ 100,000 ძლივს შეადგინა. ეს რაოდენობა ვებგვერდის შენახვას ბოლომდე არც კი ყოფნის. ზოგიერთი სპეციალისტი უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი. The question about paywalls is the brand valuable enough? ადრე თუ გვიან გაგიჩნდება კითხვა არის თუ არა ეს გაზეთი იმ საფასურის შესაბამისი, რაც მე უნდა გადავიხადო. კითხველმა იცის, რომ New York Times-ის შემთხვევაში ინფორმაცია გადამოწმებულია და მასზე დაყრდნობა შეიძლება. ასე რომ მომხმარებელში ერთგვარი ცვლილება მოხდა. ის სანდო წყაროს ძებნას დაიწყებს და მხოლოდ უფასო ინფორმაციას აღარ დახარბდება. მაია კვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. ჰოლანდიელი ბიზნესმენი ტიტების მოყვანის უჩვეულო მეთოდს გვანდობს. საიდუმლო, რომელსაც ბიზნესმენი ფლობს, ტიტების მიწის გარეშე გაზრდას ხდის შესაძლებლობას. მისი ქარხანა ყოველწლიურად სწორედ ამ მეთოდით მოყვანილ 45 მილიონ ტიტას ყიდის. ჩვენი რეპორტაჟი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტიტების ქარხნიდან. Cohen Hackman-ის კომპანია დანიურ ტიტებს ახარებს. Hackman-მა ყვავილების ბიზნესი ამერიკის შეერთებულ შტატებში 2004 წელს დაიწყო და დღესდღეობით მისი საქმიანობა მსოფლიოში ძალზე პოპულარულია. ჩვენ ტიტების ქარხანა ვართ. 100 ადამიანი დილის 7 საათიდან შუა დღის 3 საათამდე შეუჩერებლად მუშაობს. ვიდრე Hackman-ის ბიზნესი წარმატებული გახდებოდა, ფერმერი ოცნებობდა წელიწადში 5 მილიონი ტიტა გაეყიდა. დღეს Hackman-ის კომპანიას ყოველწლიურად 45 მილიონი ტიტა მოყავს და მას შეერთებულ შტატებში ყველა შტატში ყიდიან. თუმცა გარდა პოპულარობისა, Hackman-ის ტიტებს კიდევ ერთი განსაკუთრებული რამ ახასიათებთ. ფლორისტები ტიტებს ნიადაგში არ ზრდიან. ჩვენ ტიტებს ჰიდროპონური მეთოდით ვზრდით, ანუ ჩვენი ყვავილის ბოლქვისგან კოკორი ნიადაგის ქიმიკატებისა და პესტიციდების გარეშე იზრდება. საჭიროა მხოლოდ მცირე რაოდენობის სასუქი და წყალი. ცოტა ხანში კი ბუნების ეს მშვენიერი ქმნილება მთელი თავისი სილამაზით გაიფურჩქნება. როგორც Hackman-ი ამბობს, ამ მეთოდით წელიწადში 45 მილიონი ტიტის მოყვანა არც თუ ისე იოლის საქმეა. ჩვენი სათბური 40,000 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს. აქ ტიტების რაოდენობა 8 მილიონამდე აღწევს. სათბურში ყველაფერი ავტომატიზირებულია, კომპიუტერის საშუალებით იხსნება ჭერი, ირთვება ენერგეტიკული და საჭრილობელი ფარდები და ირწყვება ტიტები. სათბურში მთელი დღის განმავლობაში ფლორისტები ტიტებს რგავენ, კრეფენ და სპეციალურ ყუთებში ათავსებენ. Cohen Hackman-ის სათბურში ყოველდღიურად 400,000 ცალი ტიტა იკრიფება. თუმცა მაისში ეს რაოდენობა იმატებს, რადგან ამერიკელები ამ თვეში დედის დღეს ზეიმობენ. Hackman-ის თქმით, კომპანია ამ დღისთვის მზადებას 1 წლით ადრე იწყებს. მაისისთვის წინასწარ თუ არ მოვემზადეთ, მერე გვიან იქნება. დედის დღისთვის სავარაუდოდ 5-6 მილიონ ტიტას გავყიდით. დღესდღეობით ტიტებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ახარებენ, თუმცა ჰიდროპონიკური ხერხით ტიტების მოყვანა არც თუ ისე ხშირია. როგორც ცნობილი ამერიკელი ფლორისტი Cohen Hackman-ი აცხადებს, მისი ბიზნესის წარმატების საიდუმლოც სწორედ ამაში მდგომარეობს. თამარ ნერგაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი. დღეისათვის სულ ეს იყო. თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ვაშინგტონი დღეს. ჩვენ მომავალ კვირამდე გემშვიდობებით. მანამდე კი თვალი გვადევნეთ ვებგვერდზე 3w.amerikisxma.com და გახსოვდეთ, რომ ამერიკის ხმა ინფორმაციის სანდო წყაროა.